მეგობრებო, მოგესალმებით საღამომშვიდობის. ნახეთ როგორი სასწაული გოგო მოვიყვანე მე ახლა სახლში. როგორც მოვედი, შესასვლელშივე მინდა ჩავწერო ეს პატარა ვიდეო. ნახეთ ვანდა, ულამაზესი. ისე შორიგზიდან მოვიყვანე თან ისეთ ქარში. გაჩვენოთ თქვენ როგორი ლამაზი გოგოა. და მერე ჩვენ ერთად ვნახავთ ხოლმე როგორ მოვუვლის ია ვანდას, შესძლებს თუ არა. მაპატიეთ რომ საგანგებოდ ვერ ვემზადები ხოლმე სადაც მომხდება და უცბად მომივლის სურვილი ჩაწერის რომ თქვენ გაგაგებინოთ. როგორ უნდა ამოვიღო ახლა ეს ლარნაკშიდებს აი როგორ ლარნაკშიდებს ესე არ გადამივარდეს. მოკლედ მეგობრებო, სასწაული მოხდა წუხელ ჩვენ სახლში. 3-დან 4 საათამდე ვიღაც კაცი შემოსულიყო და დაძინებულ ჩემს შვილს თავზე დასდგომოდა. მერე ჩემი მეუღლე გავიდა და გაუშვა, მაგრამ ეხლაც მინდა სახლი დავათვალიერო ახლა რომ დავბრუნდი შემოპარული არ იყოს, არზე არა ვარ თქვენ იყო. ერთი მე ვერ ვისწავლე ეს ვიდეოების როგორ აკეთდება, რომ შეწყვეტავენ ხოლმე და მერე დაბრუნდებიან. ჩემმა შვილმა იცის, მაგრამ არ მასწავლა, ვერ მოიცალა და მე თვითონ უნდა მოვახერხო. ფესვები არ გაუჭრა ჩემს საყვარელ ვანდას. თურმე ისეთი ძლიერი ფესვები ჰქონია მეგობრებო, შეხედეთ, ეს მარტო შეხედულებით კი არ არის ესეთი მსხვილი, მე გამიკვირდა. არ ვიცოდი, ისე კი მინახია მაღაზიებში ციმბიდიუმს რომ ყიდულობდი ხოლმე. როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ ვიდეოებშიც მიყვარს და ხშირად უყურებ ხოლმე, განსაკუთრებით სვეტლანას. სვეტლანა ხეფიორშიც რო არის, ეს არხი ძალიან კარგი ქალბატონია, ისეთი ინტელექტუალური და სასწაულად განსხვავებული. იმას უყურებ ხოლმე და იმას ყავს ბევრი ვანდები. თან ისეთი კარგი გადმოცემა აქვს ამ ქალბატონს და ვიცი რა ვანდები როგორ გამოიყურება, მაგრამ პირველად მაქვს ეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა საქართველოში და ამიტომ ნახეთ აი რა ლამაზია. ხო სასწაულია ბუნებრივად ამ ფერი. თუ შევძლებ მე ამის მოვლას, ცოდუაბა რომ გამიფუჭდეს. ციმბიდიუმი კი არის ჩემი საყვარელი ორქიდეა, მაგრამ ვანდაც არის და ეხლა მე თუ მეტეს იქნება, იმიტომ რომ მას უფრო პატარა ადგილი სჭირდება. ესე თუ იჯდება ლარნაკში, ვიდრე ციმბოს იმხელა ადგილები აქვს დაკავებული. მაგრამ ციმბიდიუმმა ისე გამახარა, რომ ძალიან ლამაზად ჩემთან შესძლო. აყვავება ამოიტანე ზუსტად იმდენი საყვავილი ღეროები, რამდენიც ჰქონდა, როცა ვიყიდე და რამდენიც ჰქონდა, ესე იგი ციმბიდიუმს იმდენი გამოაქვს სახლის ყვავილობაშიც მერე ჩავწერ ციმბიდიუმებზე. ესე ხალხისგან გამიგია ვიდეო რგოლებსაც რო უყურებ ხოლმე, რომ აი მიდგას ესე მწვანე ბუჩქი და აყვავება ძნელიო, მაგრამ ჩემთან რატომღაც აყვავდა მეგობრებო ორივე და ძალიან გახარებული ვარ. 9 დეკემბერს ვნახე პირველად მისი საყვავილი ღერო და ჯერჯერობით ისევ ამ პროცესში გაიზარდა პატარა მტევნებივით გაიკეთა, მაგრამ რო აყვავდება ჩავწერ და გაჩვენებთ. ესენი რო ვიცოდე როგორ აკეთებენ ხოლმე ერთად რო აღკინძავენ, სურათებსაც გადაუღებდი, მაგრამ ჩემი ტელეფონიც ვერ იტევს, მოკლედ
ცოტა უპასუხისმგებლოდ ვიქცევი, მაგრამ მაინც გულით გიწერთ ხოლმე, რომ თუ რამე ვიცი, მინდა სხვებმაც გაიგონ თავის ორქიდეებს, რომ მიხედონ. ესე უფრო მაინტერესებს ხოლმე მე ჩვეულებრივი ხალხისგან. ჩვეულებრივი რა არა, ჩვეულებრივი არავინ არ არის, მაგრამ აი უფრო ისეთ ადამიანებს რო აქვთ ხოლმე, ვისაც პრეტენზია რა აქვს მცოდნეობაზე, უფრო გაფაციცებული ვუყურებ ხოლმე მათ ორქიდეებს. აი, ესეთი ერთი დიდი ფესვი აქვს, პატარა ფესვები აქვს. აი, შიგნიდან როგორ გამოიყურება. ესე გამოიყურება გარედან და აქ მაღაზიაში მე სხვებს შევნიშნე და იმ გოგონამ თქვა, ვინც ყიდის, რომ ძალიან საყვარელი გოგოა. რომ ამასაც აქვს კალათიოდ რაღაც ვერ ხედავ, მაგრამ ალბათ აქვს. ტორფის ჭიქები როა ხოლმე ისეთ კალათში იჯდა ის ხო. აი ეს ალბათ არის. აი ეს ალბათ ამაში ზის და რადგან ლარნაქსისის მე აღარ შევაწუხებ, იყოს ლარნაქსი უფრო მაწყობს ვიდრე დაკიდული. პატიებას ვითხოვ, ასე სახელდახელოდ ხოლმე რომ არ შევემზადები ლამაზ ადგილას არ დავსხდებით მე და ჩემი ორქიდეები და ესევე ვიღებთ, ჩემი ფისუნია დარბისაკ და ყველაფერი აუწეწია. აი როგორი გოგოა ჩვენი ვანდა. ისეთ ქარში გამოიარა, შეფუთული იყო, იმედია არ გამიფუჭდება. მადლობას გიხდით მეგობრებო და გისურვებთ თქვენი სურვილების ახდენას, იმდენი შესაძლებლობა გქონდეთ, რომ რომელი ყვავილით მოგეწონებათ, ესევე შეიძინოთ. და გული არ დაგწყდეთ. გული არაფერზე არ უნდა დაგწყდეთ, მეგობრებო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მთავარია ადამიანისთვის ჯანმრთელობა და კარგ განწყობილების შექმნა, რა თვითონ უნდა ეცადოს. მე მაგალითად ყვავილები, ორქიდეები და ვარდები მიყვარს ძალიან განსაკუთრებით ორქიდეები და სურნელოვანი ვარდები და როცა ორქიდეას ვყიდულობ, უფრო ვგრძნობ ხოლმე ბედნიერებას, თუნდაც რამე ძალიან ძვირფასი ნივთი ვიყოთ, იმას მოვიდან დავდებ და მე აღარც გამახსენდება, გინდ ტანსაცმელი იყოს, გინდ ჩანთა, გინდ სხვა რამე ნივთი და ორქიდეების შეძენა ნამდვილად მიხარი. ეხლა ვანდაც ესეთი გახარებული ვარ და გაგიზიარეთ და თქვენც თანაც გავრცელდეს ეს სიხარული და დაგატყდეთ თავს სიხარულების. კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა.